თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად მიიჩნევენ გარედან სასწავლებლის რექტორის ნებისმიერი კანდიდატის დასახელება სტუდენტები. შესაბამისი განცხადება ლაბორატორია 1918-ის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. ტექსტში ნათქვამია, რომ ჭეშმარიტად ავტონომიურ და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ უნივერსიტეტს რექტორს არ უნიშნავენ. ასეთ უნივერსიტეტში მას ლექტორები და სტუდენტები თავად ირჩევენ. ანალოგიურად ფიქრობენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. ეს გამოხმაურებები გია მაისაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ირწმუნება, რომ თესეუს რექტორობის შეთავაზება მან ქართული ოცნებიდან მიიღო. უნივერსიტეტის რექტორი კი აცხადებს, რომ კანონის მიხედვით ამ პოსტზე დარჩენის უფლება მას კიდევ 2 წელი აქვს. უნივერსიტეტში აუცილებელია ცვლილებები და აუცილებელია ცვლილებები უნივერსიტეტის შიგნით, თუმცა ყველანაირი ზევიდან ჩარევა, ან გარეძალებიდან ჩარევა, რაც არ უნდა კარგი კანდიდატი იყოს, ძალიან დიდ საფრთხეებს უქმნის უნივერსიტეტის ავტონომიურობას, რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიერ იყოს ზევიდან დანიშნული რექტორი. რაც შეეხება ბატონ გიას, მისი განცხადებები ჩემი აზრით ჯერჯერობით არ შეესაბამება არავითარ რეალობას და ის არც მიგვაჩნია, რომ ზოგადად ბიზნე ივანიშვილმა დაასახელა მისი კანდიდატურა და რა თქმა უნდა ესეთი დასახელება არის დაუშვებელი. გარეთ ჩარევა და მსგავსი სახის რაღაც წარდგენები და დანიშვნები თუნდაც უმრავლესობის თუ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ყოველგვარად დაუშვებელია. ეს თანამდებობა გახლავთ არჩევითი, მე ვიყავი არჩეული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2010 წლის 27 დეკემბერს და 4 წლით და შესაბამისად ჩემი რექტორობის ვადა გადის 2014 წლის 27 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, ყველას მართლაც აქვს სურვილი მიიღოს უნივერსიტეტის რექტორობის კონკურსში მონაწილეობა, აქვს 2 წლის ვადა რომ მოემზადოს.